მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია მარიამ მიქაუტაძე, ჩემი თანაწამყვანი გახავთ ქალბატონი სოფიო ჭედია, ჩვენი სტუმარი კი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონკოჰემატოლოგი ქალბატონი ნინო შარაშენიძე. ნამდვილად, ნინო ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან მოხვედი. მიყვარხარ უზომოდ, გაფასებ უზომოდ, როგორც ადამიანს, როგორც ექიმს, როგორც კულინარს და ასე შემდეგ. ჩემი უდიდესი პატივისცემის გამო ვარ ზუსტად სწორედ აქ თქვენს მიმართ დღეს და იმ წარმოუდგენელი, რა ვიცი, მხარდაჭერის გამო, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე მე თქვენგან. მეც თქვენგან. ძალიან სასიამოვნო თქვენი მოსმენა. ეხლა მე დავიწყებ პირველი კითხვით. ცოტა უფრო რთულ საკითხზე რომ გადავიდეთ. როგორც ვიცით, თქვენი პროფესია აღიარებული არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროფესია სამედიცინო მიმართულებებიდან. რომელი кейსი გახსენდებათ შემთხვევა ისეთი პირველი, რომელმაც მიგახვედრათ, რომ ნამდვილად რთულ გზაზეთ გახართ? ონკოლოგია ნამდვილად მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარგია. ონკოჰემატოლოგია მათ შორის, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყოდი, რომ გამორჩეული, მაგრამ ძალიან რთული. საერთოდ არსებობს ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან შენ ცხოვრებაში როგორც პაციენტები, რომლებიც კადრს მიღმაც, აი ონკოლოგიური დიაგნოზის კარგად ან ცუდად დასრულების შემდეგაც ყოველთვის რჩებიან შენთან. ასეთი ადამიანები უამრავია, თუმცა არსებობს რამოდენიმე გამორჩეული, რომელიც განსაკუთრებით გამახსოვრდება. მაგალითად, იყო ასეთი ადამიანი, რომელმაც უკიდურესად მძიმე დიაგნოზის მიუხედავად შეინარჩუნა წარმოუდგენელი სიმშვიდე და დიდი სიყვარული, რომელსაც ისე უხვად აფრქვევდა და ისე უხვად გასცემდა და ისეთი გადამდები იყო ეს სიყვარული, რომ პირველად მაშინ ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ძალიან ღირსეულ და კარგ ადამიანთან მისი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე ძალიან ახლოს და წარმოადგენდა მის საყრდენს, მის მეგობარს და მასთან ერთად გადიოდა ამ უკიდურესად რთულ გზას. ნამდვილად, მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან რაც შემიძლია ვთქვა, როდესაც დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ, ტექნიშენად, ანუ გადამღებად რადიოლოგიის მიმართულებით, ჩემთვის გასაოცარი იყო ხოლმე ძირითად შემთხვევაში ქალების შემართება. ანუ როგორ ახერხებდნენ ეს ქალბატონები, რომ ბევრად უფრო მდგრადად შეხვედროდნენ ამა თუ იმ ინფორმაციას, ვიდრე მამაკაცები. თქვენ შემთხვევაში თუ არის რომელიმე სქესის მიმართ უფრო მეტი მიმღებლობა და ამტანობა ამ დაავადებების ვერ გეტყოდეთ, ერთადერთი რაც შეიძლება გითხრათ, რომ არსებობს ადამიანების უდიდესი ნაწილი, როდესაც პაციენტი თავად გაცილებით უფრო მეტგრად ხვდება თავის დიაგნოზს, ვიდრე მისი ოჯახის წევრები. ონკოლოგიური დიაგნოზი ეს არ არის ერთი ადამიანის დიაგნოზი, ეს არის საოცარი თავზარდანცემი ამბავი პაციენტისთვის და მისი მთელი სამეგობროსთვის, მისი ოჯახისთვის, სოციუმისთვის, სადაც ის ტრიალებს, იმიტომ რომ ეს არის გზა, რომელსაც ის მარტო ვერ გადის. ასეთ შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მან თავად სიმშვიდე და სწორად გაიაზროს შექმნილი პრობლემა და მოძებნოს გამოსავალი ამ პრობლემიდან გამოსასვლელად. სასოწარკვეთილებაში ყოფნა არასდროს არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს სასოწარკვეთილებას ყოველთვის გაშვებიებს ძალიან ბევრ შეცდომას. ზოგი ამბობს, რომ მაგალითად უარს ამბობს მკურნალობაზე. ძალიან ხშირად მსმენია მახლობლებისგან როგორ გაუძლებს ქიმიოთერაპიას. ქიმიოთერაპია და ტარგეტული თერაპია და გნებავთ სხიური თერაპია, ეს არის თერაპია, რომელმაც მისი სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოიყვანოს. შესაბამისად, მესამე გზა არ არსებობს. ჩვენი დიაგნოზის დროს მესამე გზა არ არსებობს. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება აირჩიო მაგალითად ან ქირურგიული ჩარევა, ან ანტიბიოტიკოთერაპია, ან რაღაცა. ჩვენ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. ან უნდა მიიღო გადაწყვეტილება და იმკურნალო, ან საერთოდ უარი უნდა თქვა შეთავაზებულ თერაპიას. ასეთ შემთხვევაში სხვათა შორის ყველაზე ხშირად სიმშვიდეს ინარჩუნებენ თავად პაციენტები და მე მგონია, როგორც ექიმს, რომ ყველა პაციენტი ღირსია იცოდეს თავისი დიაგნოზი, აუცილებლად უნდა იცოდეს თავის დიაგნოზი, ოღონდ მთელი ამოცანა და ყველაზე დიდი სირთულე, რაც არის ზოგადად ონკოლოგიაში, ეს არის დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს მიაწოდო ინფორმაცია მისი დაავადების შესახებ. ეს უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია, ისე რომ მას კითხვები არ დარჩეს და მე არ ეძებოს უამრავ სოციალურ ქსელებში გამოსავალი, კითხვებზე პასუხი და მიაწოდო მისთვის გასაგებენაზე იმედის მომცემი სიტყვებით
აუცილებლად და რწმენით, რომ ეს არის დროებითი პრობლემა მის ცხოვრებაში, რომლის დამარცხებას ის აუცილებლად შესძლებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თანამედროვე მედიცინა უკვე იძლევა მის საშუალებას, რომ პაციენტის ცოლმა, ქმარმა, შვილმა არ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კი პაციენტი კონტაქტურია და ადეკვატურია და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არ უნდა ვერ მიიღებს ოჯახის წევრები გადაწყვეტილებას, თუმცა არის ხოლმე მცდელობები, რომ პაციენტის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოახდინონ. ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად არ არის სწორი ამბავი და ნამდვილად. ანუ პაციენტმა თავად უნდა გადაწყვეტოს თავისი. რა თქმა უნდა, იცით კიდე ყველაზე შემაწუხებელი არის, როდესაც იწყებენ სიბრალურის გამოხატვას მათ მიმართ. ისედაც შეჭირვებულ და გულშეწუხებულ ადამიანს შებრალების და ესეთი სინანული სიტყვები არ ჭირდება. მას არ ჭირდება თავისი ემოციის გახუნება, არ ჭირდება, მას ჭირდება უფრო თანადგომა და ამისი ძახილი, რომ უიმე ეს რა დაგემართა და უიმე რატომ მაინდა-მაინც შენ დაგემართა და ან იმის ძახილი, რომ შენ თავში მოძებნე ძალა, ეს არ არის სწორი. და მოусმინო, მხარი დაუჭირო, პატივიცე მის გადაწყვეტილებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგრძნობიო, რომ შენის გეცოდება. რას ნიშნავს ეცოდება? ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ყველა ჩვენთან განსი შეხვდეს. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება ხელშეწყობა და ჩვენ გვჭირდება გუნდური თამაში, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. ნინო, ეხლა შენ საუბარში გამახსენდა ერთი ჩემი მეგობარი, ბავშვობის, სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 25-26 წლის ასაკში გაიკეთა სისხლის ანალიზი, იმიტომ რომ ვირუსული ინფექცია დაემართა. ასე ფიქრობდა, რომ ვირუსული ინფექცია აქვს, გაიკეთა ანალიზი და იქ დასრულდა ყველაფერი. დაინგრა ცხოვრება. დაისვა ლეიკოზის დიაგნოზი, აიხაც ტანში მზარავს, რომ მახსენდება ეს ფაქტი. და სასწრაფოდ, რა თქმა უნდა, თქვენს ყოფილ ინსტიტუტში გაკეთდა ტრეპან ბიოპსია, ეს იყო 90-იანი წლები, 2000-ების დასაწყისი, გაკეთდა ბიოპსია და ტრეპან ბიოპსიის პასუხის მოსვლამდე, მორფოლოგიური პასუხის მოსვლამდე ეს პაციენტი, ეს ჩემი უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა სამწუხაროდ. ეხაც ძალიან ცუდად გავხდი. რა შეიძლება გააკეთოს ან იფიქროს ადამიანმა პრევენციის მიზნით, რომ თავიდან ავიცილოთ, თუ თავიდან ვერ ავიცილებთ, კურნალობამდე მაინც რომ მივიდეთ. კი, ონკოლოგიაში მიტო არის ჰემატოლოგია განსაკუთრებულად რთული დარგი ონკოლოგიის, რომ ჩვენ შემთხვევებში ხდება ისეთი დაზიანება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ღრმა ანემია, რომელიც შეიძლება დროის მცირე მონაკვეთში გადაიქცეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რეალურ საფუძველად. თრომბოციტოპენიის დროს მოგეხსენებათ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, შეუპოვარი სისხლდანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად ჩვენი დიაგნოზები კლინიკურ ჩივილებამდე ძნელად ისმება და გეტყვით რატო. იმიტომ რომ ჩვენი დაავადებების დროს კლინიკური მანიფესტაცია ისეთი სერიოზული დარღვევებია ხოლმე სისხლში, რომ კლინიკური მანიფესტაცია ძალიან მალე ხდება. შეიძლება რომ კონდეს ადამიანს თრომბოციტოპენია, არ ტკიოდეს არაფერი, მაგრამ უჩნდებოდეს პატარ-პატარა სისხლჩაქცევები და უშუალოდ ხო კონდეს გახაზგურებული მენსტრუალური ციკლი, პირის ღრუსანაცის დროს კონდეს სისხლის დენა, ან გახდა მისთვის შეუფერებლად სუსტად, აქვს ადინამია, აღარ შეუძლია იმ საქმის გაკეთება, რასაც ადვილად აკეთებდა კიბეზე ადის ქოშინებს, რაღაცა გახდა ფერმკრთალი, ხო? მაგრამ არაფერი არ ტკივა. რატომ ჩამოვყევი ეს კლინიკური ჩივილები? ეს არის კლინიკური ჩივილები, რომელიც გიბიძგებს, რომ შენ რაღაცა კვლევა უნდა ჩაიტარო ტკივილი, როდესაც გტკივა, უფრო ადვილად მისვლადი ვართ ექიმთან. იგივე არის ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს, შეიძლება რომ კონდეს უამრავი ლიმფური კვანძი შუა საყარში ახველებდეს, იხჭებოდეს, მაგრამ ექიმთან არ მივიდეს, მაგრამ როგორც კი გაჩნდება ლიმფური კვანძი კისერში და დაინახავს, გარბის ექიმთან, რა თქმა უნდა, ზოგი არც მაშინ არ გარბის, მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში მისვლადი ხდება. ამიტომ
პირველივე კლინიკური ჩივილების დროს, რომელიც ნორმიდან გადახრა, რომელიც ჩვენთვის უჩვეულოა. ყოველთვის უნდა გახდეს მიზეზი ღრმა კვლევების ჩატარების. ღრმა ძალიან ისეთი ხმამაღალი ნათქვამია. აქ არის რუტინულ კვლევებზე ლაპარაკი, სისხლის საერთო ანალიზი, მისვლა ოჯახის ექიმთან. თანამედროვე მედიცინა იძლევა საშუალებას პირველ რგოლთან, ოჯახის ექიმთან ძალიან მარტივად ურთიერთობის. შესაბამისად, ის ლაბორატორიული კვლევები, რომელსაც ოჯახის ექიმის კომპეტენცია ითვალისწინებს პირველივე ვიზიტზე, ხშირად არის ძალიან კარგი და საუკეთესო მინიშნება უფრო სერიოზული დაავადების სადიაგნოსტიკოდ. ამიტომ ჩვენი ჩივილების უგულებელყოფა ყოველთვის არ მთავრდება სწორად. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა გეგმიურ ლაბორატორიულ მონიტორინგზე თუ ვილაპარაკებთ 6 თვეში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებაზე, ეს კიდევ თლად გადასარევი ჯამრთელ პოპულაციაში, მაგრამ ამას არავინ არ აკეთებს, მეც არ ვაკეთებ. მთელი ჩემი ცხოვრებას ვატარებ სისხლის დაავადებებში, მთელი ჩემი ცხოვრებას ვატარებ ლაბორატორიაში, იქ გვერდზე ერთი კედელი გყობს, მე და ლაბორატორია. სისხლის საერთო ანალიზი ბოლოს როდის გავიკეთე, არ მახსოვს, განა ეს შესაძლებელია და წასახალისებელია, მაგრამ კულტურა უნდა გქონდეს. მე მგონია ცამდე მართალი ხართ, იმიტომ რომ შენი ჯამრთელობის მოვლა და შენი ჯამრთელობის სადარაჯოზე ყოფნა, ეს არის ადამიანის დიდი კულტურა. არ შენი ავადობით და შენი ცუდად ყოფნით უამრავ ადამიანს აწუხებ. და ძალიან ბევრისგან მსმენია, რომ რატომ არ მიხვედით ექიმთან, რომ ეკითხები ქალბატონებს, გნებავთ ბატონებს, მეუბნებიან, რომ არ შევაწუხეთ ჩემი შვილები. გაცილებით მეტად შეაწუხა მაშინ, როდესაც გამოსავალს ვეღარ პოულობენ და ეს გამოსავალის არ ქონის შეგრძნება, საოცრად ცუდი შეგრძნებაა პაციენტის პატრონისთვის. აი სულ მოძრაობაში არიან, სულ ცდილობენ რაღაცას, გეუბნებიან სადმე გავიქცევი, სადმე წავიყვან, მეუბნები კი ბატონო, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანის ჭკვიანური აზრი იარსებებს ამ პაციენტის ისტორიაში და მის მკურნალობაში, მით უფრო მისასალმებელია, შეუძლებელია შეცდომა მოდის ყველას. შეცდომა მომდის მეც, უამრავი შეცდომა, ხანდახან მე თვითონ მეშინია და სულ ამ შიში ვიღვიძებ ხოლმე, რომ რამე ხომ არ დამავიწყდა, რამე ხომ არ გამომრჩა, რამე ხომ არ შემეშალა, რამე შემთხვევით ხომ არ შემეშალა. ეს შეცდომა არ უნდა იყოს გააზრებული მიზანმიმართული, თორე უშეცდომო დედამიწის ზურგზე არავინ არ არსებობს, ხო? უბრალოდ ამიტომ თუ კი შენ გყავს გუნდი, შენი ექიმები, შენი მეგობრების, შენი კოლეგების, რომლებიც აი ამ დიდი პრობლემის გადაჭრაში გეხმარებიან და თავის სიტყვა შეგაწევენ, ამაზე უკეთესი რა არის. რატო გიждები რადიოლოგიაზე და სულ ამბობ ხოლმე ამას რადიოლოგია. ჩემთვის ალბათ შემდეგ სიცოცხლეში აუცილებლად რადიოლოგი გამოხვალ. იმიტომ რომ ეს არის ვიზუალიზაცია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამომსახველობითი დახმარება, რაც შეიძლება ონკოლოგმა მიიღოს და წინ სწრებით სხვა ლაბორატორიული მტკიცებულებების გარეშე მიიღო ძალიან სერიოზული მინიშნება და რჩევა. ხშირად თქვენი სამსახური კადრს მიღმარჩება ხოლმე და საერთოდ ბევრი ადამიანის ონკოლოგიის დროს ბევრი ჭკვიანი ადამიანის აზრი და ჭკვიანი ადამიანის წახმარება რჩება ხოლმე კადრს მიღმა, იმიტომ რომ აქ ძირითადად ექიმი და პაციენტი ტრიალებს და აი ამ კულუარებში გაწეულ დახმარებას არავინ არ უკეთებს აფიშირებას, თუმცა ეს არასდროს არ არის ხოლმე ერთი ადამიანის დამსახურება, ყველა მოგებული ომი, რომელ ბრძოლასაც იგებს პაციენტი ექიმის ხელშეწყობით. რა მაინტერესებს ნინო, ახლა რაც მოყევი, უბრალოდ აი ჩემ მეგობართან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ ისიც რადიოლოგი უნდა გამოსულიყო. აი შეიძლება და რაიმე ცვლილება ყოფილიყო, თქვათ 2-3 თვით ადრე. შეიძლება რომ ყოფილიყო ცვლილება, იცით, ჩვენი დაავადებების დიაგნოსტირება ემყარება ძალიან ღრმა ჰემატოლოგიურ კვლევებს. აი ოფთალმოლოგთან რომ მიდის პაციენტი, თვალში თუ არ ჩახედა, დიაგნოზს ვერ დასვამს. მარტივად რო ვთქვათ ხალხისთვის გასაგებენად, ესეა ჩვენც თუ ჩვენ სისხლში არ ჩავხედეთ, შეუძლებელია რომ რამე გავაკეთოთ, ხო? პერიფერიული სისხლის საერთო ანალიზში, როდესაც დაავადება უკვე დრენირებულია და როდესაც შენ
იმ მარტივ კვლევაში ხედავ რომ არის ლეიკოციტები შემცირებული, თრომბოციტები შემცირებული, ან მომატებული, ან რა ვიცი გემოგლობინი შემცირებული და ასე შემდეგ, ეს ექიმისთვის უკვე კარგი იარაღია და გამარტივებული მდგომარეობა, მაგრამ სანამ სისხლის საერთო ანალიზში ეს ცვლილებები ჩამოყალიბდება, მანამდე ეს ცვლილებები იწყება ძვლის ტვინში და შესაძლებელია რომ ძვლის ტვინში არსებული პროცესი მრავალი კვირით ადრე დაიწყოს და არც თუ ისე გამომსახველობით კლინიკურ ჩივილებში გამოვლინდეს. ეხლა სუსტად ყველა ვართ გადავიღალე, რატომ მომცა სიცხე დამიბერა, შემცივდა, ხელი მივარტყი, დამილურჯდა, დავლია ასპირინი, ალბათ მიტომ მქონდა პირის ღრუსანაციის დროს სისხლდენა. ანუ ადამიანი ყოველთვის უძებნის ახსნას მარტივ კლინიკურ ჩივილს და მარტივ კლინიკურ გამოვლინებას. ეს ადამიანის ბუნებაა. ამიტომ იშვიათად ახლა რამდენი ადამიანი გესახება შენ ამ ქვეყანაზე, რომ მარტივი ჩივილისთვის რო ცუდად ვარ, გაიქცეს ექიმთან და ძვლის ტვინი და ტრეპანია იყოს, ხო? არც დანიშნავს ამას ექიმი, ვერც დანიშნავს. თუმცა არსებობს მდგომარეობები, რომლის დროსაც ძვლის ტვინის პუნქცია და ტრეპანობიოპსია ჩვენთვის ეს არის ერთადერთი იარაღი. ყველაზე პირველი კლინიკური კვლევა, რაც არის, ეს არის, რომ საკუთრივ ძვლის ტვინის ფუნქციური მდგომარეობა გამოიკვლევ. ამიტომ შენი თავის დასჯის მომენტი, რომ შეგეტყუან, შეგემჩნია მისი ავადობა, მე მგონია, რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ შეუძლებელი იქნებოდა ალბათ ამის გაკეთებაში. იქ შესაძლებელია სულაც არ იყო პრაგმატულად მძიმე დიაგნოზი და არ იყო პრაგმატულად მძიმე ლაბორატორიული ცვლილებები, უბრალოდ მოხდა უბედური შემთხვევა, რასაც ქვია მაგალითად ინსულტი თავის ტვინში. ესეთი უეცარი გარდაცვალება ჩვენი დაავადებების დროს ყველაზე ხშირად სწორედ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით ხდება, ან პირიქით ჰიპერვისკოზური სინდრომის დროს და კოაგულოპათიების დროს, რომელიც ასე ვთქვათ სისხლის გასქელებით მიდის, შესაძლებელია იყოს კასკადურად განვითარებული თრომბოზები, ხო? ასეთი ამ ორ შემთხვევაში ვის და რადიოლოგ შენ ყველაზე კარგად მოგეხსენება, რაც ნიშნავს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რამდენად შეიძლება წუთიერად დამთავრდეს ძალიან მძიმე გამოსავალით. ეხლა გისმენთ წეღან და რაღაც პარალელები გავავლე. რა თქმა უნდა, თქვენი პროფესიები ამ შემთხვევაში ჩვენი და თქვენი პროფესია ძალიან განსხვავდება, მაგრამ მე ხშირად შევსწრები ვარ დაუშვათ, როდესაც მაიკო, იგივე სოფო, ნათია, ჩვენი რადიოლოგები ამ ცუდ ინფორმაციას ეუბნებიან ხოლმე პაციენტს და ხშირად გვსმენია, რომ ექიმები ამავდროულად არიან ფსიქოთერაპევტებიც, ხო? რა ყოფილა ისეთი რეაქცია, რაც ვერ მიგიღიათ პაციენტისგან? და ამაზე გაგჩენიათ დიდი პროტესტი. და რა ყოფილა ამ რეაქციის შემდეგ თქვენი უკავშირი? საქმე იმაშია, რომ საერთოდ ექიმის მთელი ღირსება იმაში მიმაჩნია, რომ ეს პროტესტი არ უნდა კონდეს და მიიღოს ყველაფერი პაციენტისგან, ეს იქნება იმ წუთში მას უბედურება რო ეწვია, ის ხშირად კარგავს თავის კონტროლს. ამიტომ ყოველთვის ეძებს დამნაშავეს, რომელსაც შეიძლება რომ ეს პრობლემა გადააბაროს, გადააბრალოს. ამიტომ უჩნდება გარკვეული პროტესტი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დიაგნოზის მიუღებლობაში, გნებავთ შენ მიუღებლობაში, გნებავთ ლაბორატორიული კვლევის სიმართლეში და გეუბნება, რომ ამას აუცილებლად გადავამოწმებ. ყველაზე მთავარი ამ დროს არის, რომ შეინარჩუნო სიმშვიდე და როგორმე მიაწოდო ინფორმაცია, რომ ის სწორ გზაზე დადგეს. ანუ არის, როდესაც მე სულ ახლა მქონდა ძალიან ცუდი შემთხვევა, როდესაც პაციენტი გვყავდა თურმე ზუსტად 2 წლის წინ, რომელსაც დღეს დამიკავშირდა ერთ-ერთი გოგონა და მთხოვა დახმარება დედასთან დაკავშირებით და როდესაც გავხსენი მისი ისტორია, ზუსტად 2 წლის წინ იყო ჩვენთან ვიზიტზე, როდესაც გამოთქვი ვარაუდი, რომ შეიძლება ყოფილიყო სისხლის სისტემური დაავადება, შევთავაზე კვლევები, რაზედაც კატეგორიული უარი განაცხადა. დეტალურად გვეწერა ისტორიაში, მე და ჩემ ექიმებს რამდენჯერ დაურეკეთ, რამდენჯერ დაუკავშირდით, რამდენჯერ ვთხოვეთ და ვერ დავარწმუნეთ. დღესდღეობით ნამდვილად აქვს ეს პრობლემა, უფრო გამოხატული, უფრო შორსწასული და გაცილებით ძნელად მოსავლელი, ანუ ჩვენ მაშინ მართალი ვიყავით. შეიძლება ჩვენი შეცდომა იყო, რომ ჩვენ მაშინ ვერ დავარწმუნეთ ის თავისი გადაწყვეტილების არასრულფასოვნებაში, რომ ის არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ალბათ ვერ აუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ღრმა ჰემატოლოგიური კვლევების ჩატარება. ამიტომ მიუღებელი ჩემთვის არის, როდესაც პაციენტი უარს ამბობს იმ შანსზე, რომელსაც აძლევს მას ღმერთი და თანამედროვე მედიცინა, რომ თავი გადაირჩინოს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ შეეცადოს, რომ ეს ონკოლოგიური დიაგნოზები არ არის განაჩენი
ძალიან მაღალ პროცენტში. ეს არის დიაგნოზი, რთული დიაგნოზი, მართალია ხშირად ჯოჯოხეთური გზის გასატარებელი, მაგრამ ეს არის დიაგნოზი, რომელსაც შეუძლია საბოლოო გაჯამრთელებამდე მივიდეს, ასე რომ, როდესაც არ იღებს და უარს ამბობს მკურნალობას და ვარდება სასოწარკვეთილებაში, ალბათ ეს ყველაზე ძნელად გადასატანი და ყველაზე ცუდად მისაღებია. აი ონკოლოგიურ პაციენტს რო უყურებ, აი ესე ადამიანთან რო შემოდის და ჩვენ ხშირად პირველები ვართ, ვინც ამას ვეუბნებით რადიოლოგები პაციენტებს. ყოფ მის ცხოვრებას ორ ნაწილად. რა თქმა უნდა. იქამდე და იმის შემდეგ. ერთმნიშვნელოვნად. ერთმნიშვნელოვნად. აი როდის ხვდებით, აი ხშირად მე ვთქვათ ჩვენი კოლეგასაც ხა პრობლემა ანალოგიური აქვს და ჰაბიტუსზე მიმიქცევია ყურადღება. რა ეს ანუ ექიმი პირველად ანალიზებით ხვდება რომ მას ცუდი რაღაც დაავადება სჭირს თუ სახეზეს თვალებშიც და ჰაბიტუსზეც. ხშირად არის ხოლმე რომ ჰაბიტუსზედაც ხვდები, როდესაც პაციენტს აქვს მძიმე დიაგნოზი. კი, სანამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიიღებ. ეს უფრო ხშირად ალბათ ზოგად ონკოლოგიას უფრო ახასიათებს ვიდრე ჰემატოლოგიას. ნამდვილად ასეა, მაგრამ იცით რა არის, ბმა იქმნება პაციენტსა და ექიმს შორის და შენ გრძნობ. ძალიან მიჭირს და არ მიყვარს. ჯერ ისეთი მიმაჩნია საშინელ არაკოლეგუელობად, მიმაჩნია ძალიან ცუდ ტაქტად და შეცდომად, როდესაც ერთი პაციენტი, სხვა ექიმის პაციენტი მეორე ექიმთან აგრძელებს მკურნალობას. იმიტომ რომ ონკოლოგია ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან, რომ ონკოლოგია ეს არის მედიცინის დარგი, სადაც ყველაფერი წიგნში წერია. ჩვენ გვიცავს სამედიცინო გზამკვლევი მილიარდობით ადამიანზე. გამოსვლი კი ბევრს ვლაპარაკობთ ახლა პერსონალიზირებულ მედიცინაზე, მორგებულ кейსზე, მორგებულ გაიდლაინზე, მაგრამ ზოგადად მაინც არსებობს გარკვეული კანონი, როგორც იურისპრუდენციაში, რომელიც ონკოლოგმა უნდა დაიცვას. ამიტომ ის ექიმი უმკურნალებს ქუთაისში, ზესტაფონში, თბილისში თუ თურქეთში აუცილებლად პრაქტიკულად იქნება იდენტური. მეორეც ეს ერთი ექიმი, რომელიც გრძნობს პაციენტს მისი ავადობის პირველი წუთიდან, მისი დიაგნოსტირების პირველი წუთიდან, მან იცის იმაზე მეტი მის შესახებ, ვისე იძრიან მიცმა ოჯახის წევრებმა. და ვერასოდეს ვერც ერთი ექიმი, რომელიც მოგვიანებით ებმება ამ ეტაპზე 1 წლის მერე, 6 თვის მერე, ვერ იქნება მისთვის ისეთი ემოციურად დაკონექტებული. და გარდა მაგისა, არა ყოფილა შემთხვევა და დამერწმუნება ალბათ ყველა ჩემი კოლეგა, რომ ლაბორატორიული კვლევებში მიღებული შედეგების მიუხედავად, შენ გიგრძნია, რომ მას აქვს რაღაც სხვა პრობლემა და არ გაგიშვია ხელიდან ჩქარა დაგიბარებია, მჭიდრო მონიტორინგზე დაგიბარებია, ან მთელი დღე შენთან დაგიყოვნებია. ამას გრძნობ, შინაგანად არ ქონია სოფო შემთხვევა, როდესაც წინსწრებით ხვდები, რომ მოვა. მე მქონია მაგალითად და რამდენჯერ მითქვია ხოლმე, რომ რაღაცა დღეს მთელი დღე ამეკვია და გაიღება ხა კარების შემოვა და ყოფილა და მასე სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ შენ კუდიანი ხარ, რატო გაგახსენდა, მაგრამ არის ასეთი შემთხვევა ნამდვილად არის ხოლმე. ეს ბრმა არსებობს, ამიტომ მე ძალიან მიხარია, როდესაც ექიმს და პაციენტს შორის ჩამოყალიბდება გარკვეული ნდობა, გარკვეული პატივისცემა და ეს ნდობა და პატივისცემა კიდევ უფრო უარესია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს და კიდევ უფრო დიდ დარდში გადავყავარ, მაგრამ ამ ბმის გარეშე ძალიან ძნელია ადამიანებთან ურთიერთობა. ნამდვილად, სულ ხშირად ვამბობ ხოლმე, მომყავს მაგალითად ეს ტელეშოუები, ამ სამედიცინო ტელეშოუები, მაგრამ რაღაცა კარგად აღწერს ხოლმე ამ სიტუაციებს. ხშირად ახალგაზრდა ექიმებს უჭირთ ხოლმე, როდესაც პაციენტი გარდაიცვლება, იმ წამის დასახელება და აღიარება იმისა, რომ პაციენტი გარდაიცვალა. თუ გინახავთ მსგავსი სიტუაცია, დასრული ექიმი ეუბნება ხოლმე, რომ აღიარე დრო, თქვი დრო და ეს ახალგაზრდა ექიმები მაინც ვერ მასშვებიან. თქვენ შემთხვევაში ხო, თქვენ შემთხვევაში, აი, როდესაც ხვდებით, რომ უკვე ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ, მაგრამ პაციენტი მაინც არ კარგავს იმედს. რა ასაკეთებს ექიმი?
ბოლო წუთამდე იქცევა ისე როგორც დიაგნოზის დასმის პირველი წუთიდან. მასთან ერთად არ კარგავს იმედს. შეუძლებელია იმედი წაართვა ადამიანს ბოლო წუთში თავისი ცხოვრების მომენტშიდაც არასოდეს არც ერთ წუთში, არც ერთ ეტაპზე მისი და შენი ურთიერთობის თქვენ შორის არ უნდა იყოს სასოწარკვეთილება და იმედის დაკარგვის მომენტი. ყველას აქვს იმისი ონკოლოგიაში ძალიან ხშირად ხდება სასწაულები. ყველაზე ხშირად მე მგონი ჩვენთან ხდება სასწაულები. ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში შენ მასთან ერთად არ კარგავ იმედს. მე ვისაუბრეთ ნინო ამაზე, ისაუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა რომ აი მაყურებლისთვის გარკვევით იყოს ცნობილი. აი პაციენტს უცებ უკურნებელი სენით დადგინდა, რომ უკურნებელი სენით არის დაავადებული. ესე ბრჭყალებში ვთქვათ უკურნებელი სენით. ხშირად პაციენტის ოჯახის წევრები მას უმალავენ ამ ფაქტს. კი, ახლა ვეღარ უმალავენ. მე ჩვენ გვაძლევს თანამედროვე ასე ვთქვათ კანონი ამის უფლებას, რომ პაციენტმა იცოდეს თავისი დიაგნოზი. ოღონდ მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის დიაგნოზი ისეთივე დროებითი დიაგნოზი, როგორც ახლა ძნელი შესაძლებელია სიმსივნური და ონკოლოგიური პათოლოგია გრიპშია და რომ მაგრამ სიტყვაზე ვიძახი ხო თვალსაჩინოებისთვის, რომ ეს არის დიაგნოზი, რომელიც ძალიან ცუდია რომ დაემართა, სულ ვამბობ ხოლმე რომ უკიდურესად წუხვა რომ მე და თქვენი მეგობრობა იწყება მაინდა-მაინც ჩემ კაბინეტში და არ იწყება რაიმე სადმე სხვა კარგ ადგილზე, მაგრამ ეს არის დიაგნოზი, რომლის დამარცხებაც შესაძლებელია, ეს არის დიაგნოზი, რომელიც სამწუხაროდ არ იკურნება თვითნებურად ისე როგორც სურდო და ვერ დადგება გაჯამრთელება, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი ხელშეწყობა, რომელიც ხელშეწყობაც სულ ცოტა ხნის წინ დაუშვათ არ გქონდა, მაგალითად ისეთი ტარგეტული თერაპია, მორგებული თერაპია, გნებავთ დიაგნოსტირების ისეთი სრულფასოვანი მეთოდები, როგორიცაა პოზიტრონ-ლამირსული ტომოგრაფია, ახალი თაობის MRI კვლევები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოლეკულური კვლევები, გენეტიკური გენების სეკვენირებაზე, ოცნებასაც კი ვერ ვიკადრებდით ამ რამოდენიმე არც თუ ისე შორეული წარსულის წინ 5-10 წლის წინათ და ეხლა რამოდენიმე ძალიან წარმატებული ლაბორატორია საქართველოში, რომელიც ესეც სრულფასოვან და არაჩვეულებრივ შედეგს გვაძლევს. ამიტომ თავარი არ კლასიფიკაციები შეცვალა პრაქტიკულად. საერთოდ ზოგადად მოლეკულური კვლევები და ესეთმა თანამედროვე კვლევებმა სრულიად შეცვალა მთელი რიგი დაავადებების პათოგენეზი, ჩვენი წარმოდგენა შეცვალა ამ პათოგენეზე და რადიკალურად შეიცვალა მკურნალობის ტაქტიკა. ჩემს ახალგაზრდობაში ჯერ როცა მედიცინას ვიწყებდი, არსებობდა მკაცრად განსაზღვრული წესი, რომ იყო წამალი, რომელიც გამოიყენებოდა ხოჯკინის ლიმფომის დროს, სხვა წამალი, რომელიც გამოიყენებოდა არახოჯკინის ლიმფომის დროს, კიდევ სხვა წამალი, რომელიც მიელომის დროს. ეხლა პრაქტიკულად წამლებია, რომლებიც ყველა დაავადების დროს ერთნაირი წარმატებით შეიძლება გამოიყენოს, სხვა რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეჟიმში და სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, მაგრამ შეიცვალა, ძალიან შეიცვალა, ხო, რაც ონკოგენეზი შეისწავლეს, რაც აპოპტოზი შეისწავლეს, რაც გენური მუტაციები, ისეთი გენური მუტაციები გამოვლინდა, რომელი გენური მუტაციებზედაც წარმოდგენაც არ ქონდა და გაგონილიც კი არ ქონდა, ხო? რადიკალურად ტარგეტული თერაპია, მიზნობრივი თერაპია, რომელმაც საერთოდ გადატრიალება მოახდინა ონკოლოგიაში და პაციენტების ის კატეგორია, რომელიც ითვლებოდა სრულიად უკურნებლად და იმთავითვე განწირულ პაციენტად, გახადა ერთ-ერთ ყველაზე კეთილსაიმედო ადამიანად. წავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს პაციენტი რომ მოდიოდა, ქვეყანა ინგრეოდა, თავის მოკლა გინდოდა, იმიტომ რომ იცოდი რომ ვერაფერს ვერ უშველიდი და ეხლა ეს არის ყველაზე მარტივად მოსარჩენი ლეიკემია, რომლის დროსაც დამოკიდებულია ერთ წამალზე, რომელსაც დალევს და რომელიც მარტო ის წამალი კი არა, სხვა წამალიც, მაგრამ უბრალოდ რაც იყო პაციენტების გარდაცვალების მიზეზი, რომ იწყებოდა საშინელი კოაგულაციის დეფექტი, აი ამ გამსკდარი სიმსივნური ქსოვილიდან, უჯრედიდან გამოყოფილი ტოქსინით, აი ამ ტოქსინს ბოჭავს და უფლებას და საშუალებას გაძლევს ჩაატარო ქიმიოთერაპია, ხო? ამიტომ სასოწარკვეთილებაში ყოფნა, მე მგონი არის ყველაზე დიდი დანაშაული ექიმისთვისაც, ოჯახის წევრისთვისაც და თავად პაციენტისთვისაც. მაყურებელს რომ 10-15 წლის წინ, რაც თქვა სასოწარკვეთილებაში შეიძლება ჩაეგდო ადამიანი 5 წლის წინათ არსებულის და შეიძლება შემდეგე წელიწად
როდესაც ის რაც ახლა გვაგდებს სასწორკვეთილებაში შემდეგ წელიწადს იყოს უკვე სრულიად მოგვარებული და გადაჭრილი პრობლემა. ეს ძალიან დამაიმედებელია ნამდვილად. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად. საერთოდ დროული დიაგნოსტირება და დროული შეჭიდება პრობლემასთან ყოველთვის არის ძალიან მომგებიანი იარაღი პაციენტის და ექიმის ხელში. გადადება ჩვენ და არც ერთ დაავადებას არ უხდება გადადება. აბსოლუტურად არც ერთ დაავადებას, მაგრამ მით უმეტეს ონკოლოგია. და ყველაზე გულდასაწყვეტი ჩემთვის რა არის, იცი, შენ იცი რომ მე ჩვენი რადიო გადაცემაში გვაქვს ხოლმე ხშირად შეხვედრები და ხშირად მყავს ადამიანები, რომლებიც სკრინინგ ცენტრების ხელმძღვანელი თანამშრომლები არიან. სკრინინგი, ონკოლოგიური სკრინინგი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს, ვისაც ესეთი მოწყვლადი კატეგორიაა, ხო? უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე შემიძლია ჩემს სამახლობლოში, ჩემს ნათესავებში, რომელიც სკრინინგმა იცი რა საშინელი სტატისტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძუძუს პათოლოგიური სკრინინგი, დაავადებების სკრინინგი, საშვილოსნოს, არსებობს აკვერცხის, პროსტატის, სწორი ნაწლავის ონკოლოგიური მისვლა არის კატასტროფულად პატარა, უკიდურესად პატარა. იმ ადამიანების ალბათ 50 შეიძლება გაცილებით მეტი პროცენტი არ სარგებლობს იმ პროგრამით, რომელიც არის სრულიად არამტკივნეული, უმტკივნეულო და ასე შემდეგ. გამახსენდა ჩვენ პირად გამოცდილებას გეტყვით, ანუ 3-4 წლის უკან დავიწყეთ სკრინინგული დაბალდოზიანი კატეკვლევა, რომელიც აიტაცა ეხა საზოგადოებამ და ხშირად ვიყენებ ძალიან. თვითონ ეს სამედიცინო სხიურ დიაგნოსტიკის ინსტიტუტმა გიას ბატონ გია წიწიოtis ხელმძღვანელობით უკვე დააყენა თბილისის მერიაში ეს საკითხი და მიხარია რომ ეს ჩვენი წამოწყება, მაგრამ არავინ არ მოდიოდა, თითოეულა პაციენტი მოდიოდა კვლევაზე. ფილტვის ცნობიერების გაზრდა ჭირდება ჩვენ ქართულ მოსახლეობას. იცი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დღე არსებობს რაღაცა ძუძუს კიბოს დღე, იმის დღე, ამის დღე, ფილტვის კიბოს დღე, ცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და რომ იცოდეს, რომ არსებობს ასეთი პროგრამა, რომელმაც შესაძლებელია, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინოს. ეხლა სხვათა შორის დაიწყო, როცა ეს სისტემური ხასიათი მიეცა. ეხლა სხვათა შორის, მაგრამ როცა დავიწყეთ 3-4 წელია უკვე ჩვენ გვაქვს ეს პროგრამა, ქონდა განფასებული დაბალი ფასით, დაბალდოზიანი კომპიუტერტომოგრაფია. აი ძალიან ცოტა მოდიოდა. არა, გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობს. მეცაც გეტყვი, აი როდესაც ყოფილა პაციენტი, რომელთანაც დააგვისვია სამწუხაროდ ნაწლავის კიბოს დიაგნოზი. იცი რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მე ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს ზოგად ონკოლოგიაში და ბოდის ვიხდი ჩემს კოლეგებთან, ონკოლოგებთან თუ რამეს არასწორად ვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ ნაწლავის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე კოლორექტული კიბო, ეს არის კიბო, რომელიც ყველაზე ხშირად არის ნათესაური, ასე ვთქვათ, ოჯახური და ამას ჭირდება და ძალიან ხშირად მithქვამს ხოლმე და რომ აი თქვენ აუცილებლად გააგრძელებთ მკურნალობას, ქირურგის, ონკოლოგის მეთოდ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე გირჩევთ, რომ თქვენი შვილებმაც აუცილებლად ჩაიტარო ეს ისეთი მიუღებლობა აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, თვლიან რომ მე არ ვიცი, მინდა რომ ისი შვილიც ავად იყოს, თუ არა და ამ ინფორმაციის მიწოდების გარეშე აბსოლუტურად არ დაიცავს თავს მომავალი თავი. არ დაიცავს კი არა, შენ ხარ დამნაშავე, ექიმი ხარ დამნაშავე, იმიტომ რომ მან არ იცის, რა იცის დაუშვათ, ხო? აბსოლუტურად არ იცის პაციენტმა, რატომ ევალება რომ იცოდეს, რომ კოლორექტური კიბო შეიძლება ეს იყოს გენეტიკური და რომ აუცილებლად ყოველ მიზეზის გარეშე წინასწარ განწყობა არსებობს და ჯობია რომ ოჯახის წევრებმა რუტინულად ეს კვლევები ჩაიტარონ, რომ პირდაპირ ასე არ იწყება, იქ შეიძლება იყოს რაღაცა დივერტიკული, იყოს რაღაცა პოლიპი და მისი მოკვეთით სრულიად თავიდან აიცილო მსგავსი პრობლემა. კი ბატონო, ისიც რა მაინტერესებს, ვინაიდან სულ ვამბობთ ხოლმე, რომ ფსიქოლოგიური ფონი ამ პაციენტებში ყველაზე დიდი იარაღია ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაინტერესებს თუ განსხვავდება მართვა ბავშვის საშუალო ასაკის ადამიანის და მოხუცის.
იცით, ჩემდა საბედნიეროდ თუ რამე დამემართა ცხოვრებაში კარგი ეს იყო, რომ ბავშვებთან არ მაქვს ურთიერთობა, ამოავადე ბავშვებთან. ეს უკიდურესად რთული დარგია და ჩემი უდიდესი პატივისცემა და ჩემი უდიდესი ქედის მოხრა ონკოლოგებს, რომლებიც პედიატრიული ასაკის პოპულაციაში მუშაობენ. ეს ცალკე თემაა და ცალკე უბედურება. რაც შეეხება მოზრდილთა ასაკში, ძნელი სათქმელია, ემოცია ყველას აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო ახალგაზრდებს ალბათ, თუმცა მამასაც ესე ხელახებით ვერ ვიტყვი. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც კონკრეტული მიზნისთვის ემზადებოდა, მაგალითად, ქონდა ყავშეყვარებული და ქორწილისთვის და უცებ ეს უბედურება და იქ თმის ცვენა, ქიმიოთერაპია, შეიძლება რა უამრავი პრობლემა. ასეთი მარტივი არ არის. მე ხშირად მithქვამ, სულ ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც იწყებდნენ ჩემთან ამაზე საუბარს, რომ მე არ ჩავიტარებ კურნალობას, იმიტომ რომ თმები დამცვი და გიჟდებოდი ხოლმე ამაზე ჭკუაზე გადავდიოდი, ბრაზობდი ხოლმე, რა თქმა უნდა, ხა არ ვეცემოდი და არ ვეჩხუბებოდი, მაგრამ გულში ფიქრობდი, რომ რა დროს თმაზე ლაპარაკია, ეს თმა ამოგივა გადასარევად, როდესაც სიცოცხლის გადარჩენა და იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც მე და მეწყოთ ვეცემა და ისე გადავირიე და იმდენი ადამიანს ვეკითხებოდი და იმდენ ადამიანს წყოდი და ხმარებას და ვისვამდი და 1000-ნაირ შამპუნებს, რომ მივხვდი, რომ ეს ასეთი მარტივი პრობლემა არ არის. აი ზუსტად კიდე ხა თემიდან გადაუხვევ, აი რატომ არ უნდა გეწყინოს არასდროს პაციენტისგან, თუ ამას ვილაპარაკებთ, მყავდა ერთი ასეთი დიდი ხნის წინათ კიდე ჩემი ქიმიური კარიერის დასაწყისში, მყავდა ერთი, ხო იცი, მაშინ ერთი ორი პაციენტი რო ყავს და განსაკუთრებულად ჩამკვლელებული რო ხარ და მისი ცხოვრებით რა ცხოვრობ და მყავდა ერთი ასეთი პაციენტი, მამაკაცი საშუალოზე მეტი ხნის ასაკის 70 წლამდე, რომელსაც მყავდა ოჯახი, შვილებიც, მაგრამ არ ცხოვრობდნენ საქართველოში და ეს ბატონი ხშირად იწვა ჩვენთან კლინიკაში და სულ დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა ჩვენს მიმართ და ერთ დღესაც გახდა ძალიან ჭირვეული, გახდა ძალიან ავი, არ მოწონდა არაფერი, არც ჩემი თანამშრომლების გვაძლევდა დაუმსახურებელ შენიშვნებს და რაღაცა გული მეტკინა ამასთან დაკავშირებით და სულ რამოდენიმე დღეში დაგჭირდა კვლევა, ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ქონდა თავის ტვინში ძალიან სერიოზული დაზიანებები და მისი ქცევის თავისებურება, მისი ავადობით იყო განპირობებული და აი მაშინ ვიფიქრე, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე შეურაცხყოფა და არ არსებობს ამ ქვეყანაზე დაუფასებლობა და ასე შემდეგ, რომელიც პაციენტისგან უნდა გეწყინოს. საერთოდ როდესაც ხარ ექიმი, მგონია, რომ არასოდეს არ უნდა ელოდო, რომ ვინმე შეშრომას დააფასებს. ყოველთვის ეს ამაზე აქცენტირება არ უნდა მოახდინო, ნაკლებად გეტკინება გული და ნაკლებად დაგწლება გული და შესაბამისად ნაკლებად უნდა გააკეთო შენი საქმე ისე, როგორც ეკადრება შენს ინდის, შენს განათლებას, შენს პროფესიას და შესაბამისად შენი მადლიერება და შენი შედეგი არის გადარჩენილი სიცოცხლე. და მაინტერესებს, ახლა ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, რომ აი ზოგადად ისაუბრო ასეთი ტიპის პათოლოგიის მქონე პაციენტებზე, რას ნანობენ, როცა პირველ დიაგნოზს იგებენ და აი დაფასებას იწყებენ ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ. კი ბატონო, გეტყვი ახავე და სხვათა შორის ეს არის ის, რამაც ჩემი შეხედულებები ზოგადად ცხოვრებაზე რადიკალურად შეცვალა და გადააკეთა. როგორც წესი ნანობენ დროს, რომელიც დაკარგეს, რომელიც არ გაატარეს ახლობლებთან, რომლებიც არ გაატარეს ოჯახის წევრებთან, რომელიც არ მოახმარეს საკუთარ თავს, იყო თავდახრილი შრომა, დაუსრულებელი მომავალი, რომ ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ, მასე გავაკეთებ, ერთი წლის მერე გავაკეთებ და ის პატარა წვრილმანები, რომლებიც ცხოვრებაში გამოტოვეს მისი შვილმა ფეხი როგორ აიდგა, გამოტოვეს, როდესაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ტოვებენ და ამაზე ჯავრობენ, ძალიან ჯავრობენ და სწორედ ეს მე სულ ვიძახი ხოლმე, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე მატერიალური ღირებულება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი ხდება არაფერი. აბსოლუტურად. ამიტომ
აი 100 ჯერ უნდა უთხრა დღეში ადამიანს ვინც გიყვარს რო გიყვარს 100 ჯერ უნდა ჩაეხუტო 100 ჯერ უნდა მოეფერო ბოდიშიც მოუხადო არ დაგირეკა შენ დაურეკო გაბრაზე საერთოდ ეს გაბრაზების მომენტი ძალიან ისეთი სასაცილო შეგრძნებაა და ადამიანის ბუნებიდან თვეობით დამდურება და ნუ რა უბედურება ამისი გაკეთება არ შეიძლება ამიტომ ძალიან მოკლეა ზოგადად ეს ცხოვრება სულ მახსენდება ხოლმე მყავს მეგობარი რომელიც მეუბნება რომ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზეო შენი სამსახური მძულსო და მეთქი რათა გძულს თქო და ადრეო ჩვენს ახალგაზრდობაშიო ხელი გამეჭრებოდა დაგირეკავდი იტყოდი უიმედე და რატო გაგეჭრა და ჩემი სიკვდილი და კუჩია მეშლებოდა და მეუბნებოდი უიმედე ეხა რომ დაგირეკავო რაც არ უნდა გითხრა ჩემი ჩივილი მოიცა რა უჭირს და არის უბედურება ყوارკი ანუ გრადაცია შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში უბედურების განცდის ხო რა თქმა უნდა ამიტომ სანამ ხარ ადამიანმა ჯობია რომ სიკეთე გააკეთო იმიტომ რომ კაცი შვილს არ გაახსენდება შენი ჩადენილი სხვა გმირობები გარდა იმ სიკეთისა და სითბოსა რასაც ის ფიზიკურად გრძნობდა შენგან მგონია რომ ასია და ძალიან გული მწყდება ხოლმე რომ ხანდახან მეც ვკარგავ მაგზომიერებას და ხანდახან მეც არ ვიქცევი ხოლმე მაინდა-მაინც სწორად მაგრამ მე ვცდილობ რომ ბოდიში მოვიხატო და ჩავეხუტო და უთხრა რომ ძალიან მიყვარს ეხლა თქვენ რო გისმენდით ბოლო კითხვა გამიჩნდა ესეთი და ამით რაღაც გავაკეთებთ შეჯამებას დღევანდელი პოდკასტის ჩვენ როგორც ექიმები ვართ პაციენტების გვერდით ყოველთვის გინდა ჩვენი ცოდნით გინდა ჩვენი მორალური მხარდაჭერით ხო ჩვენ ექიმებს ვინ გვიდგას გვერდით ვინც გვაძლებინებს რომ ამდენ რთულ кейს გავუძლოთ გადავიტანოთ არ გავტყდეთ ბერნაუთი არ დაგვემართოს და ასე უნდა გამოიგონო შენთვის გასახარელი ამბები აუცილებლად უნდა შექმნა შენთვის რაღაცა პოზიტიური ამბავი თუ კიდე გამოიგონო. მე პირადად ამ წუთში უკანასკნელი რამოდენიმე წელიწადია ვზივარ კაბინეტში, სადაც ჩემთან ერთად ზის მინიმუმ 5 რეზიდენტი, შეიძლება მეტიც. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც ჩემი შვილის, ჩემი ოჯახის ბედნიერების გარდა მოხდა. ეს არის ბედნიერება, მე ვცხოვრობ იმ ბავშვების ცხოვრებით, მიხარია მათი სიხარული, მიხარია მათი სასიყვარულო ისტორიების მოხსნა, მიხარია მათი თავგადასავალი, ეს მე მაძლიერებს და აი რაღაცა პოზიტიურ იმ გაუსაძლის სიტუაციაში გამოსავალს მაპოვნინებს ხოლმე. ამიტომ რა ვიცი, რა გითხრა, და ყველაზე სასაცილო ისტორია არის იცი, ჩვენ ყავდა სტუდენტი, რომელსაც არაჩვეულებრივი გოგონა სხვათა შორის შენ ძიძნობ სოფია მას, რომელსაც მე მოკლედ რომ დაამთავრა ინსტიტუტი, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მუშაობდა, წავიდა ფსიქიატრიაში, ხარი ფსიქიატრი, ძალიან წარმატებული. და ძალიან ხშირად ჩვენთან დადის ხოლმე, ჩემთან განყოფილებაში თან მუშაობს თან და რომ მოვახობე ვიძახი ხოლმე რომ გვეშველა თიკო მოვიდა დაგვიბრუნდა ამდენი დაგვიბრუნდა თიკო გვიშველე დაგვინიშნე წამალი და აი რა მე გუნდა მეთქვა ჩვენი მაგალითად ვიცით რა ფსიქოლოგი ანტიდეპრესიული საშუალებები ჩვენთვის ძალიან ისეთი ნაცნობი ხო ანტიდეპრესანტების მიღებაზე რა გახსენოთ წამლების მიღებაზე მაგრამ თვითონ ის ემოციის გამოხატვა რომ აი ღამე 9 საათზე რომ შევიკრიბებით და უცებ რაღაც ამბავს რომ გავიხსენებთ და რომ უყვები მე ჩემი სტუდენტობის დროინდელ სისულელებს ჩვენ ხო მაშინ განსხვავებული სტუდენტობა გქონდა ეხა ბავშვებს ცოტა სხვანაირი სტუდენტობა აქვს ჩვენ მაშინ სხვანაირი სტუდენტობა გქონდა ხოლმე და აი ამ ჩვენს ისტორიებს კი ფეხით სიარული და კი ერთ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ქალაქში ტყვე იზუზუნში იმასაც თავისი კარგი მოსაგონარი ქონდა და ამ ისტორიებს რო ვიხსენებთ ხოლმე ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ და გამოუძებნო შენ თავს გამოსავალ. დახმარება. სხვა შორის ეს ძალიან კარგი ტენდენცია ყალიბდება ახლა რომ უფროსი ექიმები და ახალგაზრდა რეზიდენტები ძალიან მეგობრდებიან. რაც აქამდე ესე არ იყო ხო დიდი იყო დიდი. თუ რაიმე კარგად შემოვიქეცი სამსახურში ყველაფერი თქვენი სახით გამომიგზავნათ ხო და მართლა გულით ვამბობ ამას იმიტომ რომ იმ ბავშვების და იმ ბავშვებს უძახი და ხშირად უძახი ხოლმე დედას მიძახიან ხოლმე და სულ მეკითხებიან ხოლმე თქვენი შვილია ვიმე როგორ გავს და ჩვენ ვიცით ხოლმე ამაზე როგორ გავს
მაგრამ ნუ აი ეს არაჩვეულებრივია, ეს არის წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება, როდესაც ხედავ ადამიანებს, რომლებიც იზრდებიან და მე მაგალითად იმათ ასაკში იმის მიათედი არ ვიცოდი, რაც მათ იციან. აი ზუსტად იგივე. არაფერი არ ვიცოდი, წარმოდე, არც წვდომა მქონდა ალბათ ამ ხელა მასალასთან, არც შესაძლებლობა, არც გააზრებული არ მქონდა ის, რაც მათ ახლა გააზრებული აქვს. ეს არის გუნდი, რომელიც შეცდომას არ დამაშვებიებს, 1000 რამეს მომაწოდებენ, ახალ ინფორმაციას მომიძებნიან. ეს არის ბავშვები, რომლებმაც ჩემი შრომის ნაყოფიერება და ჩემი სიცოცხლე და ჩემი ცხოვრება დღესასწაულად გადააქციეს. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის გარეშე და ჩემი შვილიშვილის და შვილის და ჩემი ოჯახის წევრების გარდა. კი ბატონო, ჩემი აზრით საოცრად საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა, ასევე ამაღელვებელი, ცოტა სევდიანიც, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ პროფესიას ეს თან პროფესია. უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ მადლობა რომ დამპატიჟეთ. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ კი მადლობა რომ უყურებთ ჩვენს პოდკასტებს. მომდევნო სესიებში ვეცდებით კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. არ მგონია რომ ამაზე საინტერესო კიდევ რამე იქნება, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით გამოვძებნოთ. დალაიქეთ ჩვენი YouTube არხი, გამოგვყევით, დაგვისვით კითხვები, ვეცდებით თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხოთ.